საგამშვიდობისა გმადლობთ რომ გვიყურებთ. ახალი მთავრობის მუშაობის 100 დღე დღეს პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შეაჯამა. პრესკონფერენცია თითქმის 3 საათს გაგრძელდა და მისი მიმდინარეობისას ბიძინა ივანიშვილმა მოღალატე ხმებით დაწყებული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით დასრულებული პრაქტიკულად ყველა თემაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით გასული პერიოდის განმავლობაში მთავრობას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. პრემიერის შეფასებების ანალიზით მატრიცაში გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტოუში. საგამშვიდობისა ლაშა დიდი მადლობა მოსვისთვის. 3 საათზე მეტი ისაუბრა, თითქმის 3 საათი უბრალოდ პრემიერმა ისაუბრა ჟურნალისტებთან. ეს მართლაც კარგი ტრადიციაა, რომ ფაქტიკულად ყოველთვიურად მთავრობის მეთაური ჟურნალისტებს გარკვეულწილად ანგარიშს მათ აძლევს საშუალებას ყველა კითხვა დაუსვან ამ დროის განმავლობაში გროვდება. თუმცა ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს უფრო მეტად პრემიერის პასუხები, ვიდრე ჟურნალისტების კითხვები. რამდენად ადეკვატურად აფასებს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს? ერთი მოგესალმებით, მეორე მე ვფიქრობ, ზოგადად ეს პრესკონფერენცია საინტერესო იყო, იმიტომ რომ გამოჩნდა ის თუ როგორ აფასებს პრემიერი მათ მუშაობას, განმუშაობას და რას ხედავს, რის გაკეთებას აპირებს უახლოეს პერიოდში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად პოლიტიკურ პროცესების ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ეს საკითხი. იმიტომ რომ ძალიან მე ვიტყოდი მყიფე ვითარება ზოგადად გარკვეული თვალსაზრისით რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ ხა რაღაც რევოლუციური პროცესების მოლოდინში ვართ, მაგრამ მყიფეა, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიტუაციაა. შიხური ვითარებაა, ხო შეიძლება ითქვას მართლ და ყოფილ მართლ პარტიებს შორის. თქვათ ლან მერაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის უბრალოდ არ მისცემს სამთავრობას საშუალებას 4 წელი გაძლოს თავის სავარძლებში, შემდეგ თქვათ უკვე უმრავლესობის პასუხი, რომ თუ კი უმცირესობის წევრები არ დაეთანხმებიან კონსტიტუციის მათეულ ვარიანტს, ისინი საერთოდ დიალოგზე უარს ამბობენ, ეს მეტყველებს, რომ გახლეჩვა მიდის საბოლოო ჯამში, კოაბიტაციის პერიოდი თუ კი ასეთი არსებობდა დასრულდა. რა არის რაღაცა თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ ეს პროცესი გრძელდება, ხოშოს იმ ფონზე, როდესაც დღეს მაგალითად თეთმა დეპუტატმა ივანიშვილს უწოდა, რომ ის შეელობს, ასე ვთქვათ, ფიდელ კასტროს და უგო ჩავესის სტილში მერაბიშვილმა თქვა, რომ ისევ ტყუილებს საუბრობს პრემიერი და მარტო გაიზარდა არა კი არ შემცირდა ფასებიო, არამედ გაიზარდა ფასებიო ბენზინზე და რაღაცებზე კი არ შემცირდა ფასები ნარკოტიკზეო. აი დაახლოებით ესეთი ბატონმა პრემიერმა მათ ძალიან ბევრჯერ დააბრალა, რომ ისინი მიმართა საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა ცრუობს, იცრუობს და ეს იყო ძალიან ისეთი ბოლო განსაკუთრებით ბოლო ნაწილში. ფაქტია რომ ვიღაცა ცრუობს, არ შეიძლება რომ ორივე მხარე იყოს მართალი, ხო? ამავე დროს ხო, შესაძლოა, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ ხო, რაღაც მომენტ ესე შეგვიძლია თქვა, მაგრამ თავარი ის იყო, რომ ასევე ვკითხულობთ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა დაამტკიცა ელჩები, ანუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში კონსტრუქციული ხო, არა, ასრულებს იმას, რასაც უნდა მე ვამბობ, რომ ერთი მხრივ არის ესეთი ფონი, მეორე მხრივ რაღაცები ხდება, რომ მათ შორის ახლა გახსოვთ ალბათ, რომ ესე ვთქვათ, ასამბლეაზე, საბჭოში, სტრასბურგში მათ მიიღეს ერთი რეზოლუცია, რომელიც ვიტყოდი, რომ მართლა მნიშვნელოვანი იყო, მეორე მხრივ გავიდა მეორე რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავებულ პოზიციებს აჩვენებს, როგორც ნაციონალების, ასე ოცნების. იქ იყო ლაპარაკი, მეც ვფიქრობ, რომ იქ მართლა ტყუილები ეწერა სამწუხაროდ იმ რეზოლუციაში. გულისხმობ მედიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იქ არის, იქ მართლა პირდაპირ წერია ისე რაც არ არსებობს, ხო? ეს კითხვა მნიშვნელოვანია, ცრუობს ამ კითხვის გამოძიება. ეს ალბათ მნიშვნელოვანი საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ პრინციპში ჩვენ მივიღეთ მაინც ორპლუსიანი პოლიტიკური სისტემა და ერთ-ერთი ცრუობს აშკარად. იცით რა არის? ეს არ გამოიცავს, რომ მეორეც ცრუობს რაღაც მომენტებში. არა, იცით რა, საქმე ის არის, რომ ჩემი აზრია, მე გარკვეულწილად სას ვეყდნობი, ზოგადად რა კვლევების გამოქვეყნდა ადრე, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ განწყობებიც ნათელია დღეს ახლა უმრავლესობა უჭერს ხარს ოცნებას
სავარაუდოდ ეხლა რომ ჩატარდეს არჩევნები, ალბათ ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებს მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდა კიდევ უფრო მეტად გაიყო ჩემი აზრით აი ეს მხარდამჭერები ხდება რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რადიკალიზაცია ზოგადად ფრაზების დუღდება სიტუაცია. ეხლა დიდი უმრავლესობა ვფიქრობ ხარს უჭერს ოცნებას. არ არის დიდი ნაწილი ჩვენ საზოგადოების მხარდამჭერი სააკაშვილის, თუმცა სააკაშვილს გააჩნია პრეზიდენტ სააკაშვილს გააჩნია ამს ხას უსვამ უფლებები, ეს უფლებები გამოიხატება იმაში, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს, აი დღეს, მივიდეს დაწეროს თავისი ასე ვთქვათ, ბრძანება თუ რაც აქტი გამოვიდა, ამ აქტის მიხედვით დაითხოვოს მთავრობა, არანაირი დასაბუთება არ ჭირდება. მას შეუძლია აპრილში, ხო, მას შეუძლია აპრილიდან 1 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ასევე შეიტანოს ახალი მთავრობა და თუ არ დამტკანა, ეხლა შეიტანოს, მაგრამ მაშინ აქვს ეხსნება ეს ფანჯარა უფლებებს, რომ დაითხოვოს პარლამენტს. ეხლა ბევრი თვლის, რომ სააკაშვილი ამ უფლებას არ გამოიყენებს, ბევრჯერ განხილვების დროს ნაციონალურ მოძრაობამ თქვა, წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რატომ პარანოია გჭირთ და სულ არაპირებს პრეზიდენტი ამ უფლების გამოყენებას და რომ უნდადეს ესო მაშინო არც დაამტკიცებდა იმ მთავრობასო, მაგრამ დააკვირდით როგორ შეიცვალა ტონალობა, როგორი ფრაზეოლოგიაც როგორ შეიცვალა, ახლა სულ რაღაც 2 დღის წინ ბატონმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ივანე მერაბიშვილმა ბრძანა, რომ ესენი ვერ მოითმენენ 4 წელიწადი აი ესეთ ცუდ მთავრობის პარპაშს, ხო? ფიქრობ რომ ეს არის მინიშნება უახლოეს მომავალში. მე არ გამოვრეცით რა, აი ბევრი ფიქრობს რომ ამაზე ვერ წავა სააკაშვილი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი. იცით რა არის, შეიძლება ესეც ვივარაუდოთ, მაგრამ როგორც ჩანს ასე ფიქრობს თვითონ პრემიერ-მინისტრის, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს ცვლილებები არ ატარებს რაღაც აუცილებელ ხასიათს, უბრალოდ ეს არის მას ესე გამოვიდა ყოველ შემთხვევაში, ეს არის ტესტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის შესამოწმებლად, ვინ ფიქრობს არა კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე მიხეილ სააკაშვილზე და მის ინტერესებზე, არამედ ვინ ფიქრობს ქვეყნის ინტერესებზე, რადგან საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები ზუსტად ასეთ კრიზისს გამორიცხავს. ან გულუბრყვილობა ამ თვალსაზრისით თქვენ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ემზადება რაღაც ვარიანტში მთავრობის დასაწყობა. იცით რა არის, მე იმ ვარიანტს ემხრობდი, რომ უფრო მეტი ალბათობა არის ის, რომ პრეზიდენტი არ გამოიყენებს ამ უფლებას, მაგრამ რასაც ვაკვირდები დღითი დღე აი ესეთი ემოციური გამონათქვამები, ფონი ზოგადად შეფასებები, როგორც არის, რომ ესე იგი სახელმწიფო წინააღმდეგ მოქმედებს ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი, რომ ეს არის სტიქიური უბედურება, რომ ეს არის მთავრობა, რომელმაც დააბრუნა ძველი დრო, ეს არის მთავრობა, რომლის დროსაც ნარკოტიკები გაიაფთა, ეს არის მთავრობა, რომელმაც კურსი შეიცვალა და ანუ რუსეთში და სლამის SNG-ში შესვლა უნდა და რომ არ არის დამაჯერებელი და ფაქტობრივად გამოდის, რომ მათი შეფასებით, ну ახლა შეიძლება ეს სიტყვა არ არის გამოყენება, მაგრამ ეს არის მოღალატე მთავრობა. ახლა ერთ მხარეს ესეა, მეორე მხარეს ასე მსგავსი შეფასებები არის, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რატომ არ უნდა ველოდეთ ჩვენ, რომ თუ მე ვარ პრეზიდენტი, თქვათ, ან თქვენ ხართ არის ნებისმიერ ადამიანია და თქვენ ამბობთ, რომ აი ეს მთავრობა რომელიც მე ხა დავამტკიცე, მეგონა, კი ვაფიქრობდი, მაგრამ რაღაც იმედი მქონდა, რომ თლად ესე არის, მოიქცეოდა, მაგრამ ნუ აი დავწმუნდი, რომ ეს არის მთავრობა, რომელიც ხო, ნუ აი ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდარიყო, ხო, ვაბრუნებენ რუსეთში და ასე შემდეგ, ხო, თავიდან რომ დავყვეთქავენ. რა უნდა გააკეთოს მაშინ ასეთმა პრეზიდენტმა, ხო? ასეთმა პრეზიდენტმა, ნუ შეიძლება გათქვას, ვიცი რა, მე ესე მიმაჩნია, მოდი მთავრობას გავუშვებ, მოდი პარლამენტის რიგარეში არჩევნებს დავნიშნავ და შეიძლება მეც წავიდე. ნუ აი გადადგება პრეზიდენტი სამოდროულად, წავა მთავრობა, წავა ისა დანიშნავს ახალ მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს. ანუ იტყვის, რომ ეს მთავრობა შეიძლება იყოს ან ტექნიკური ხასიათის, ან ისეთი ხალხი შეარჩიოს, თვითონაც შეიძლება წავიდეს, არ დარჩეს, რომ არ დააბრალონ, მაგრამ
ასეთ ნაბიჯზე შესაძლოა წავიდეს პრეზიდენტი. ეხლა ეს ასე თქვა იდეა, მწიფდება რა, ეხლა ყოველ შემთხვევაში ადრე ერთი კვირით ადრე მე მქონდა თქვა ეჭვი, მაგრამ ეს ეჭვი მიღმავდა. ამიტომ იცით რა, ასეთ ნაბიჯზე თუ წავა ვინმე, იმან უნდა გააცნობიეროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც და ის რისკები, რომელსაც მოუტანს ქვეყანას ასეთი ნაბიჯი და ძალიან საშიში იქნება. მართალი გითხრათ და მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. მას ეს ფორმალურად შეუძლია. არ ვიცი ხა ამ ნაბიჯს მე ვფიქრობ რომ ჩვენ მე ხა არა ასეთი არ არის ნაკლებია, მაგრამ კიდე წინ არის საპრეზიდენტო პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში. კიდე არის რაღაცები, გესმით და ესეთი ტერმინოლოგია, ასეთი დაპირისპირება, ესეთი დაძაბულობა ზოგადად მიუხედავად ისა, რომ ვიმეორებ არათანაზომადი არის, როგორც ხარდაჭერა, ასე ძალები, მაგრამ ფორმალური ბერკეტი გააჩნია პრეზიდენტს, ხო? ახლა დღეს თუმცა ამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი არეულობა ქვეყანაში. და მე კითხვა ჩდება, რომ დაემორჩილება, არ დაემორჩილება მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, იცით ეს ჩვენ არა გვაქვს დიდი კულტურა სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრების და კანონებთან ურთიერთობები, ხან ესეთი გვაქვს, ხან ისეთი გვაქვს, ხო? ყოველთვის ზოგჯერ ვამბობთ, რომ კანონია მთავარი, ზოგჯერ ვამბობთ, რომ სამართლიანობაა მთავარი, ზოგჯერ ვამბობთ, რომ მთავარია რაღაცა მიზანშეწონილება, გაგება, ასე ძალიან დიდი რისკები არის ეს. ეხლა მესმის, რომ ამ თამაში ვინც წააგებს ნულზე და ეს არის ის თამაში, რომელსაც ჩვენ თამაშობთ სულ და სულ ვაგებთ ამ თამაშს, სამწუხაროდ ვაგებთ ვინ ქვეყანა აგებს რა, ნულოვანი ჯამით, ანუ როდესაც თქვა მე და თქვენ ვკამათობთ და მე მინდა რომ ყველაფერი მოვიგო და თქვენს გინდათ რომ ყველაფერი მოვიგოთ და არ ტოვებთ არანაირ სივრცეს რომ რაღაცა გავინაწილოთ ან და რაღაცაზე შევთანხმდეთ და სულ აი ასეთი ფორმა არის ჩვენთა პოლიტიკური ბრძოლის. რას ნიშნავს, რომ არც ერთმანეთთან დისკუსიაში არ შედიან, თუ შედიან აუცილებლად თავში აგური უნდა ჩაარტყან, კვერცხები ესროლონ, თითი ტაკონ რაღაც ეს არ არის სწორი ფორმა რა და ეხლა მე მგონი ფასი დიდი პრაქტიკულად ამ ფორმას დაუჭირა მხარი რომ საერთოდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ მის საუბარს ანუ სრულად დამთავრდა რაღაც მივესალმები ასეთ ნაბიჯს ამ გამონათქვამს ამ პოზიციას მე ვფიქრობ რომ დანარჩენით შეიძლება ტერმინოლოგიაც ასევე მიყვეს ამას იმიტომ რომ ნუ მეორე ნაწილში როდესაც ცოტა გახურდა ასე ვთქვა პრესკონფერენცია მე ადამიანად მესმის იმიტომ რომ ძალიან ძნელია 3 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდე ძალიან მძიმე თემებზე და ნუ ადამიანები ვართ ხო ყველანი მათ შორის პოლიტიკოსების და ზოგჯერ მართლა ძნელი ხდება რაღაცა ყველაფერი ესეთი არის ინგლისელი არისტოკრატიით არ გამოდის ხოლმე ყველაფერი მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ასე ვთქვათ ნაბიჯი იყო გასაგები ჩემთვის რაც გადადგა პრემიერმა მან თქვა რომ ანუ მოდი ნუავყვებით მას არ უნდა და გძნობს რომ ეს ესკალაცია რაღაც დაძაბულო კიდევ ერთხელ მეორე მნიშვნელობა არ აქვს რა პოლიტიკური სიმძიმეები არის მხარეებს შორის თავარია ფორმალური უფლებები და ეს ფორმალური უფლებები შეიძლება გადაწონოს ეს ფიქრობთ რომ კოალიცია ვერ შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოგროვებას ან შეძლებს მოგროვებას მე იმედი მაქვს აი პირდაპირ გეუბნები ვიცნობ მე თვითონ ვარ კომისიის წევრი მიმაჩნია რომ ეს ცვლილებები მისაღებია და ღიად არაერთის დაუჭირე მხარე ის რაც შემოგთავაზა ოცნებამ სწორია არა გვაქვს ჩვენ უფლება ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც არ აქვს იმის ფუფუნება არ აქვს იმის უფლება დავკარგოთ ახლა წლები ისევ და შემოგხედავენ გარედან და ეტყვიან ესენი ხო საერთოდ ვინ არიან ხო მუდმივად ხო არ შეიძლება მუდმივად ვიყოთ აი ამ რაღაც მოჯადოებულ წრეზე სადღაც უნდა გავარღვიოთ გავიდეთ შევძლოთ ერთმანეთთან დაალაპარაკოთ სუდად ჩანს ესეთი რაღაცები ხო ამიტომ მე ვფიქრობ რომ სწორი ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ობსტრუქციის მოწყობის დრო არ არის უნდა დათმოს ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობამ და თუ დათმობს მოიგებს არა მარტო ოცნება
არა მარტო საზოგადოება, ნაციონალური მოძრაობაც არ არის ეხლა ვაჭრობის დრო, რომ იცი რა, მაშინ დაწერე რომ მე ნატო მინდა და თუ მეტყვი რომ კონსტიტუციაში შევიტანთ რომ ნატო გვინდა, მაშინ მოდი ამას დავთმოთ და ახლა ეს მე ვთვლი რომ ეს სწორი არ არის. რა თქმა უნდა ნატო გვინდა და რა თქმა უნდა ევროკავშირი გვინდა, ევროპა გვინდა, მაგრამ უნდა წავიდნენ ამ ნაბიჯზე. ეს იქნებოდა სწორი მათი ეს არის ევროპული ნაბიჯი. იცით რა, ეს რა თქმა უნდა არავინ არ აღიქვამს ამას. ახლა უცბელად გეუბნებით რომ გადადგან ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით ნებისმიერი გონიერი ადამიანი ამას კი არ აღიქვამს როგორც მათ დათმეს და სისუსტეს. ეს აღიქმება მათ მხრიდან კომპრომისად ჯანსაღ ნაბიჯად და იმ ნაბიჯად, რასაც მე პირადად ველოდები ამ შემთხვევაში ოპოზიციისგან, თუ ეს არის ოპოზიცია. ეს იქნება სწორი ნაბიჯი ყველა თვალსაზრისით, პოლიტიკურადაც, ადამიანურადაც და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, როგორადაც ამას შევაფასოთ, იქნებოდა სწორი ნაბიჯი. დათმონ რაღაცა, იცით რა, ხანდახან ხურდებით, თავები გვიხურდება, მაგრამ უნდა წავიდნენ ამ ნაბიჯზე. ეს იქნება მართლა ვამბობ, სწორი ნაბიჯი ქვეყნის, ასე ვთქვათ, გამთლიანების, გაერთიანების, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. ძალიან დიდი მადლობა. ლაშა ტომუში გაზეთ თავი რედაქტორი იყო მატრიცის სტუმარი. გადაცემის შემდეგ ნაწილში თბილისის, ბათუმის და თელავის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტების შესახებ. ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და სწორი მართვის სისტემის პრობლემებზე მატრიცაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზამდარი. რეკლამის შემდეგ. თბილისის, ბათუმისა და თელავის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს დღეს თბილისის სამხარის ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელშიც ექსპერტები, არქიტექტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარი თემა სფეროში არსებული პრობლემების ანალიზი და ისტორიული ქალაქების ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის სისტემების შემუშავებასთან იყო დაკავშირებული. დეტალებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზამდარი. სამშვიდობისა ქალბატონ მარინე, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სანამ უშუალოდ თბილისზე, ბათუმზე და თელავზე ვისაუბრებთ, მინდა გითხოთ ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთის სეპარატულმა ხელისუფლებამ გააკეთა, რომ ისინი აპირებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი კულტურული ძეგლების აღდგენას, მათ შორის იმ მონასტრების, რომლებიც ითვლება ყოველ შემთხვევაში და ჩვენ ესე მივიჩნევთ, რომ ქართული ძეგლებია და არა თქვა აფხაზური კულტურის სამშობლო. მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ძეგლები, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. დიახ, ახლა სამწუხაროდ მე დიდი ინფორმაცია მის თაობაზე არ მომეპოვება, იმაზე მეტი რაც თქვენ ბრძანეთ, ну ვიცი მხოლოდ რომ ეს გახდა განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი, რაც ფაქტურად იმედსაც გვიტოვებს, რომ შეიძლება ძალიან სასიკეთოდ წარიმართოს რაღაც მომავალში. რადგანაც ბატონ ანქვამ გასცა განკარგულება ამ ტაძრების რეკონსტრუქციისა, ვიცით ალბათ რომ განსაკუთრებით ილორის შემთხვევაში ეს რეკონსტრუქცია გაკეთდა, ну ფაქტობრივად ძეგლი დამახინჯდა, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ იგი შეილესა რაღაც სრულიად მიუღებელი და შეუფერებელი გუმბათი დაედგა და ასე შემდეგ და ანუ დიდი შანსია რომ სხვა ძეგლებსაც არალოგიური მედიაცია. არა, პირიქით, მე მას ვამბობ რომ თუ კი ამ ძეგლთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებებზე ლაპარაკი, შეიძლება იმის იმედის ვიქონიოთ რომ პირიქით რაღაც დადებითი ცვლილება იგულისხმებოდეს და არა უარყოფილ. რამდენად გოჩენს მარინე რო თქვა აფხაზეთის და სხვა ძეგლების მდგომარეობაშია ძალიან. დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუკავშირდეთ თქვა და რაღაც ერთობლივად მე რამდენად არსებობს ამის რაიმე შანსი. მოგცეთ იმის იმედი რომ ვიცი ნამდვილად რომ ბატონი გურამ მოდიშარია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ეცდება რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდეს ისე მეორე მხარეს, ასე ვთქვათ, დე-ფაქტო ხელისუფლებას. სწორედ მეტ ინფორმაციის მისაღებად და ნახოთ იქნებ. შესაძლოა კი შედგეს ხო? ქართველებმაც კი მიიღოს, ან ქართულმა მხარემ მიიღოს. დიდი მეც ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში მე ვიმედოვნებ რომ ეს შეიძლება უახლოეს დღეებში არა, მაგრამ სამომავლოდ რომ გახდება შესაძლებელი. კარგი, დაუბრუნდით ახლა ქართველების მიერ საქართველოში რეაბილიტირებულ პროექტებს თბილისი, ბათუმი, თელავი. მე არის კონფერენციის მუშაობის როგორი პრინციპი ქონდათ, მაგრამ იყო რომ დასკვნა ამაზე გაკეთებული საბოლოო ჯამში უარყოფითად ფასდება ისაც გაკეთდა ამ წლების განმავლობაში რამე პრობლემები შედგა. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ასე იგი სამინისტროსთან მუშაობდა საბჭო, დამოუკიდებელ ექსპერტთა და სპეციალისტთა საბჭო შედგა ეს იყო ნოემბრის დამლევს და ფაქტურად შედგა 20-ოდეს ხდომა, ძალიან ბევრი იმუშავეს ადამიანებმა, ნამდვილად ნებაყოფლობით საწყისზე უანგაროდ
ისინი იყვნენ არქიტექტორები, ურბანისტები, მოკლედ დარგის სპეციალისტები, ხელოვნებაცოდნეები და მერიის თანამშრომლებიც გვეხმარებოდნენ გარკვეულწილად, რადგანაც მათ მოგვაწოდეს საკმაოდ სრულფასოვანი მასალა თითოეულ პროექტზე, თითოეულ გამოთხოვილ პროექტზე. ამდენად რაღაც თანამშრომლობა შედგა მერიასთანაც, მე ვიტყოდი და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი საბჭო იწვევდა არქიტექტორებს, ანუ პროექტის ავტორებს, იწვევდა ინვესტორებს, როცა კი ხელი მიუწვდებოდა ამ ადამიანებზე. ნუ პირადად მეც შევხვდი რამდენიმე ინვესტორს ცალკე, მოკლედ რაღაც ვეცადეთ, რომ ესე კომპლექსურად მიდგომოდით ამ საკითხებს და ყოველი ამის შემდეგ, ამუშავების შედეგად დაიწერა სწორად რეკომენდაციები, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც სამთავრობოს ხდომაზე გავა ინფორმაციის სახით. ძალიან ბევრ პუნქტს მოიცავს. რა არის, მოდი ესე ვთქვა, პირველ რიგში რა არის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ხო, ძირითადი პრობლემა, იცით, საერთოდ ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძალიან რთული მემკვიდრეობა დაგვხდა კულტურული მემკვიდრეობის დარგს თუ შევეხებით ზოგადად. ანუ ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე სურათი, არა მხოლოდ ჩვენი საქართველოს ქალაქების ისტორიულ უბნებს რაც შეეხება, ისტორიული უბნების განახლებას, თუნდაც თბილისში დავიწყოთ, შორს არ წავიდეთ, მაგრამ ასევე ცალკეულ ძეგლებზეც, ეს იქნება შუა საუკუნეების არქიტექტურა თუ სხვა. და ამდენად, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ეს ურბანული განვითარების და ისტორიული უბნების განახლების თემა ძალიან აქტუალურია და ძალიან გული შეგვდგება, ხო, იმიტომ რომ თვალწინ გვეცლება, ვთქვათ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უძვირფასეს ძეგლები, ჩვენი ქალაქები. შეიძლება ითქვას, რომ თვალწინ გვეცლება. კი, რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ისეთ რაღაც მე კი არ ვამბობ, რომ მხოლოდ ბოლო წლებში და მოხდა რაღაც შეცდომები დაშვებული იქნა მანამდეც, თუნდაც რესპუბლიკის მოედანი გავიხსენოთ, ხო, მელი კაზარიანის ზემელზე და იქ არაჩვეულებრივი მოედანი იყო და ეხლა ეს არის უფუნქციო, ყოველდღე გამომართლებელი, ყოველდღე გაუგებარი მოედანი, გადასვლა არ მოგიდება და არც ქვევით ჩასვლა და საერთოდ მიახლოებაც კი არ გსიამოვნებს ადამიანს. ანუ და ელბაქიძის დაამართი მოისპო და ასე შემდეგ, ვისაც გვახსოვს, ხო? ანუ ბევრი რამ გაკეთდა ისე, როგორც არ უნდა გაკეთებულიყო წლების მანძილზე, მაგრამ ბოლო 2-3 წლის მანძილზე მე ვიტყოდი, თუ მეტი არა, ისეთი გაქანებით წარიმართა ეს რაღაცა სრულად უმართავი პროცესები, რაც შეეხება ისტორიული უბნების განახლებას, რომ ნუ რაღაცა სავალალოზე სავალალო შედეგი მიიღო. აი რა შეგვიძლია ვთქვათ ძველ თბილისზე, რა პრობლემებია? მაგალითად ციხისუბანი აღარ არსებობს თითქმის 1-2 სახლის გარდა ციხისუბანი ეს ну, უმნიშვნელოვანეს ისტორიული უბანი, საერთოდ გული, ხო, კალა, იგივე, ხო, გუდიაშვილის მოედანი, აგერ დაგვექცათ ჩვენს თვალწინ ერთი სახლი კიდე დაანგრიეს, უკვე ჩვენ მე ვმუშაობდი უკვე კულტურის სამინისტროში ახალი მოსული ვიყავი და წავედი და ვნახე და აი ვერაფერი ვერ ვქენით, იმიტომ რომ მერიას აქვს ჩაგდებულია მთელი უფლებამოსილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ფაქტურად ძალიან ძნელია რომ რაღაცა რადიკალური ზომა მიიღო და შეაჩერო პროცესი. ეხლა კი შევაჩეროთ. არ არის ამის რაღაც შანსი ეხლა მთავრობა ხართ, მინისტრის მოვაგილე. ხო, ძალიან რთულია. აი ეხლა გაგვაქვს სამთავრობოს ხდომაზე ეს წინადადება არ არის. წინადადების გაკეთების უფლებაც არ ქონია თურმე აღმოჩნდა რა. ეს თვითმმართველობის ხელში იყო ამ შემთხვევაში მერის, თბილისის მერის და გაგვაქვს ინფორმაციის სახით და მე გადავწყვიტეთ რომ რახან სხვა უფლებები ამ ეტაპზე არ გვაქვს. თითოეულ პროექტს მივდგეთ უკვე სამართლებრივი კუთხით, იმიტომ თითოეულ პროექტს რომ ჩახედოს კაცმა არის ძალიან დიდი სამართალ დაახლოება. არის ვადაგასული ნებართვები, უნებართვო მშენებლობები, არ არსებობს პროექტი, საერთოდ პროექტი არ განხილვა, აი უნებართვო მშენებლობა ამას ქვია, ნუ მე ან ნებართვა გაცემული ყოვლად შეუსაბამო, ყოვლად მიუღებელ პროექტზე, მაგალითად თბილისში, სადაც ნუ მაგალითად ისეთი პროექტები არის განხილული, ჯერ საბოლოო ნებართვა არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაცემული საბედნიეროდ, მაგრამ 35 სართულიანი შენობა იმელის შენობის უკან და ნუ საერთოდ აი რომელი ერთი გითხრათ ძალიან მძიმე შეგვიძლია ვთქვათ ძველ თბილისმა აუთენტურობა დაკარგა და ეს ახლა უკვე იქცა რაღაც დეკორაცია და არა ძველ თბილისს. მე ვიტყოდი რომ ქალაქის დიდმა წილმა კი დაკარგა თვითყოფადი და განუმეორებელი სახე, რა თქმა უნდა ბათუმიც და თელავიც და სიღნაღიც და თუმცა ბევრი ადამიანი მიშნობს რომ ძალიან ლამაზია თანამედროვე ყოფილხარ ბოლო დროს, ნუ ესეც არის აი ძალიან სამწუხარო რამ და მინდა აქვე აღვნიშნო რომ მცხეთის ძეგლებსაც საერთოდ სოფლიო მემკვიდრეობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოვარდნის საფრთხე ემუქრება. უკვე საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაშია გადასული და თუ შეიძლება არ გეკითხებით ბაგრატზე, იმიტომ რომ გასაგებია იქ. ხო, არა, ნუ ეს ბაგრატი კიდევ ერთ-ერთი საკითხია, ერთ საკითხთაგანი მე ვიტყოდი, იმიტომ რომ არა ერთადერთი. ფიქრობთ რომ გამოცხადდეს, არ ვიცი, რაღაც მორატორიუმის მსგავსი, თქვა ისტორიულ უბნებში მშენებლობაზე, დროებით მაინც. მე
ჩემი მოსაზრებას ვიტყვი, მე ვფიქრობ, რომ მაინც ქალაქები უნდა ვითარდებოდეს და ისტორიულ უბანშიც და ყველგან რაღაცა უნდა აშენდეს, იმიტომ რომ ეს რო ეფიქრა, თქო, ვახტანგ გორგასალს დარჩებოდა თბილისის მდგომარეობაში რა თქმა უნდა, ესეც ისტორიულ უბანშიც აუცილებლად რაღაც უნდა აშენდეს და აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს და განახტოს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფაქიზად. მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ჩვენ 15 საუკუნოვან ქალაქთან თბილისს რაც შეეხება, ხო? ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე და სიფაქიზეა საჭირო, ხო? ეს ხომ არ არის თქვა მე-19 საუკუნეში დაარსებული ქალაქი, ძალიან მტკიცე, ესეთ მდგრადი არ ხო სანკტ-პეტერბურგი იყო, სადაც ნელია თქვა, იქ რაღაც დააზიანო, ხო? აქ ყველა თითოეული სახლი არის რაღაცა ნაზი და ფაქიზი და ამდენად მიდგომას შესაბამისი უნდა იყოს. თუმცა მე-19 საუკუნის ქუჩა არის, აღმაშენებლის ქუჩა და რამდენადაც მე ვკითხულობდი დღეს უცნობი რაღაც მასალებს, პრაქტიკულად ყველა მიიჩნევს, რომ მისი რეკონსტრუქციაც ისე ჩატარდა, რომ იმ ქუჩამ დაკარგა. ნუ ისიც იმანაც დაკარგა, რაღაც თავის ხასიათი დაკარგა, ხიბლი დაკარგა, რაღაც ხელოვნური იერი შეიძინა, ხო? მე ახალმშენებლობებია კიდევ ეს ცალკე საკითხი, იმიტომ რომ იმ ისტორიულ უბანში როდესაც რაღაც ახალს აშენებ, ის უნდა იყოს ნაღდი, ის აი ეს აღარ უნდა იყოს რაღაცის მიბადვა, აღარ უნდა იყოს ბუტაფორია ხა თქვენ გამახსენეთ და მაგალითს დაგისახლებთ ეს თაღი რო დგას მარჯანიშვილზე თეატრი. ნუ ეს არის სირცხვილი, ხო? აი მე მაგალითად იქ რო გავილი ხომ ცხენია რომ თბილისელი ვარ, მახსენდება რომ ესე იგი ჩემი პასუხისმგებლობაც არის გარკვეულწილად იმაში რომ ეს აშენდა. ისტორიულ უბანში აშენდა თანამედროვე რკინაბეტონის შუშის შენობა ვიდრე მიბაძო. ანუ იქ რა თქმა უნდა მე ხა კონკრეტულ მაგალითს გეტყვით კიდევ ნამდვილად იმის მომხრე ვარ რომ ყველაფერი განვითარდეს და თუ კი რაღაც იცვლება იმ ახალს და შეცვლილს თავისი სახე კონდეს. თავისი დროის დაღი ესვას და ასე შემდეგ. და ეხლა გახდეთ შემთხვევით ორიოდე დღით რომში და მართლა ძალიან ცოტა დრო მქონდა, მაგრამ ნუ ვატიკანში მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ამიტომ იქ შეიძლება რაფაელის დარბაზში ძალიან პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზში კონდეს ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების გამოფენის ძეგლების გამოფენის გაკეთება და ამ შეხვედრის დროს, ნუ რა თქმა უნდა იქ ვატიკანის ტერიტორიაზე ვიარეთ ბევრი და აი იქ ვატიკანშიც კი, ნუ აი უძველეს ასე ვთქვათ სახელმწიფოში ხო, ასე ვთქვათ ქალაქში როგორ დავარქვა. სადაც ნამდვილად ახლა არ ეშლებათ მით უმეტეს ნუ ხა განსაკუთრებული დამოკიდებულება სხვა არის ვატიკანის მიერ და იქაც კი, ვიცით, ძალიან დიდი სიფაქიზე. იქ აქვთ ახალი რამ, ბევრი რამ აქვთ შეცვლილი, რაღაცა გაუმჯობესებიდან შეიძლება ვთქვათ, რაღაცა დაზიანებული იყო და შეკეთებული, მაგრამ იქ ნამდვილად ჩანს ეს აშკარად. ჩანს ის ძველი და ახალი და ეს შეხამება არის ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. თუ კი შემოქმედებითად მიუდგები ამას და კარგად გააკეთებ, რატომაც არა. მაგრამ რატომ ვაშენებდეთ ჩვენ დღეს მარჯანიშვილის ქუჩაზე, სიტყვაზე არნუვოს, რუგენშტილის რაღაცა გამოძახილს გასული საუკუნის დასაწყისის ან მე-19 საუკუნის დამლევის სტილში. აი რატომ უნდა ვაშენებდეთ ეს? ყალბს რატომ უნდა ვაკეთებდეთ? ან ციხის უბანში რატომ უნდა ვუვლიდეთ ბულდოზერებით, რატომ უნდა ავიღოთ, თქვათ, მე-17 საუკუნის საძირკვლებია იქ ის ხო იცით კლდეზე გაშენებული არის და იქ ეს კოშკურა ნაგებობები ჩანს, ანუ ციხე კოშკი ნაგებობები. დღემდე არის შემორჩენილი, სადაც ეს კლდის ბაზისები ჩანს ყველაფერი. აი ეს უძვირფასესი შენობები ფაქტურად რატომ უნდა ავიღოთ ბულდოზერით და მათ ნაცვლად ვითომ ძველი, ალა ძველი, რატომ უნდა ავაშენოთ, ხო? როდესაც გვაქვს ეს თვითმყოფადი, განუმეორებელი ძველი, ნამდვილად. რამდენად შესაძლებელია ხალხთან მარინე აი დღევანდელ ეტაპზე ვთქვათ რაღაცების აუთენტურობის დაბრუნება თუ არსებობს. ასე ხელოვნურად არ მოხდება. მე მგონი მთავარი რა არის, იცით, ახლა აქედან რაღაცა ეს უნდა იყოს ჩვენთვის ძალიან მწარე გაკვეთილი, მე მგონი სამომავლოდ. მე მგონი ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან გარკვევით და ნათლად უნდა მიეწოდოს ფართო საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს დღევანდელი ჩვენი კონფერენცია ჩვენი მხარდაჭერით მხოლოდ 3 წელს, მაგრამ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მიერ, თბილისის სამქარის მიერ ინიციირებული ღონისძიება, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს ინიციატივა წამოვიდა სამოქალაქო საზოგადოებიდან თბილისის სამქარს ადრეც გაუკეთებია აქციები, ადრეც აუმოძრავებია საზოგადოება, როგორც შეძლო, იმიტომ რომ ეს რთული საქმე იყო ნამდვილად. მით უმეტეს იმ პირობებში, რა პირობებშიც უხდებოდათ, თქვათ, მოქმედება და მე ვფიქრობ, რომ ეხლა დღეს უფრო მაინც ძალიან ფართო ანუ დარბაზი სავსე იყო, მაგრამ ეს იყო მაინც ვიწრო წრე სპეციალისტებმა. კარგი, მე ვისურვებდი ნამდვილად, რომ აი ეს იგივე რაც დღეს ჩვენ ნახეთ, რაც მოვისმინეთ მოხსენებები, ძალიან საინტერესო, ძალიან პრობლემურ საკითხებზე, უფრო ფართოდ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, იმიტომ რომ საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული და შესაბამისად საზოგადოების არ აქვს, თქვათ, შეიძლება ზოგს გემოვნება აკლია, ზოგს განათლება, ცუდად არ გამიგოთ, იმიტომ რომ ამას ეს ისეთი დარგია, რომელსაც ახსნა განმარტება ჭირდება, იმიტომ რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობა თვითონი ჩვენგანის, რომ ჩვენ რაც მივიღეთ წინაპრებისგან კულტურული მემკვიდრეობა, ის უნდა დავაფასოთ, უნდა დავინახოთ, აი ამის დანახვა ყოველთვის არ არის ადვილი, იმიტომ რომ იქ რაღაც ბევრი მაცდურია, თან თავისუფალი ეკონომიკა, გლობალიზაცია რაღაცა, ხო, ბევრი რამ გიზიდავს, მაგრამ ის რაც ფასეულია ხანდახან ყურადღება
განსაკუთრების მიღმა გვჩება და ამ დროს კიდევ ჩვენი ვალია რომ ეს შევინარჩუნოთ, ჩვენი ვალია რომ მომავალ თაობას ასევე გადავცეთ. შეურყვნელი, ანუ ეს თვითყოფადობა უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება რაღაცა ბოლომდე და რაღაცა დაზიანდეს, იქ რაღაც თანამედროვე ის გავაკეთოთ ჩანართი, მაგრამ აი ეს უნდა იყოს ნაღდი, მთლიანობაში უნდა იყოს ნამდვილი. ყალბი არ უნდა იყოს. ჩვენ რასაც ახლა თბილისში ვხედავთ, რასაც თელავში ვხედავთ, რასაც მესტიაში ვხედავთ. ახლა მესტია დღეს არ განგვიხილავს, მაგრამ მე გავხდით მესტიაში და ნუ აი მესტიაში ეს მთელი ხიბლი რაც ყოფილა მესტიის რაბათი თუნდაც ახალციხეში რაბათის ციხე სამარცხვინო, იმიტომ რომ რაბათში გვაქვს უნიკალური ძეგლები, ეს აჰმედიეს მეჩეთი და მედრესე, ნუ ფანტასტიკური შუა საუკუნის არქიტექტურა მუსულმანური და იქ გვერდით, ესე იგი მიეშენა რაღაცა ბუტაფორიული, რაღაცა მარმარილოს, რაღაცა კოლონადა, ნუ აი არ ვიცი, მე ძალიან ბევრი მინახავს ახლა დამასკოშიც ყოფილა რომ მე ეს ალჟირშიც მე ძალიან ბევრი თქვენ თუ მიაქციეთ ძეგლი მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი იყო თორსტები რუსთავიორზე გავიდა სიუჟეტი რომ რაბათის ციხეში ინგლისელები თორსტები იღებენ ფილმს აბსურდულ ქვეყანაზე. ხო, არ მეკვირს, გადაიღებენ, კარგად მოუნახავთ. ანტურაჟი ისეთი იყო, თორე აბსურდული ქვეყანა. ხო, აბსურდული, იმიტომ რომ იცით რა, აი იმით რაც გაკეთდა გვერდით, აი აჰმედიეს მეჩეთის გვერდით, რომელიც არის კიდევ ვიმეორებ, აი მართლა შთამბეჭდავი ძეგლი არქიტექტურისა და იმის გვერდით გაკეთდა ისეთი ბუტაფორიული რაღაც განაშენიანება, ისეთი აი როგორც აი დეკორაცია, ნუ მე ჰოლივუდში მინახავს ეს რა, რაღაც პატრა ქუჩები რო ან მინი ქუჩები ან და იქ კიდე რაღაცა ვითომ ისლამური კულტურის რაღაც, არ ვიცი, რაღაცა ჩანართები და ფაქტურად დაკნინდა ის მნიშვნელოვანი ძეგლიც, იმიტომ რომ აი ამაშიც ძალიან ვწდებით ხოლმე ხანდახან ის ხო ერთია, მაგრამ იმას გვერდით თუ რაღაცას მაგალითად მესტიაში რომ მეუბნებოდა სააგენტოს ხელმძღვანელობა, კი მაგრამ ჩვენ 100 კოშკი აღვადგინეთ, კი აღადგინეთ მესტიაში ან სვანეთში 100 კოშკი, მაგრამ თუ კი თქვენ იმაზე ხმა არ ამოიღეთ და იმის ხელშემწყობი იყავით, რომ მესტიის ცენტრი წაშლილიყო საერთოდ და ეს ხიბლი რაც იყო ამ არაჩვეულებრივი ადგილის, ხო, რომ ხელის გულიდან იშლებოდა მთელი სივრცე, ეს მწვერვალები ცალკე სხვა სოფლები და თან ეს უსახური სახლები გაუგებარია მესტიაში რომ ხვდებით ეს სახლები სეტის მოედანზე რაც დგას დღეს საშინელება სადაურია იტალიურია შვეიცარული ავსტრიელი ასე ვერ ხვდები რა ნუ კი რა გავგიშნე იმიტომ რომ ნუ დიდი ხანი არ ყოფილა რეგ და ეს ხო ჩემთვის აი ძალიან მძიმე შთაბეჭდილება ძალიან დიდი მადლობა ქალთულმანი თქვენი აღშფოთება რა ვიცი იმის მაძლევს რომ რაღაცა შეიძლება ამ თვალსაზრისით პოლიტიკა იმედი მაქვს მეც მაგრამ ხოლო ჩემზე არ არის სამწუხაროდ დამოკიდებული ძალიან დიდი მადლობა მარინე ბიზანდარი პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო მატრიცის სტუმარი გადაცემის შემდეგ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე 11 ორგანიზაცია საჯარო ახსნილების სისტემაში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილებას გამოთქვას. მატრიცაში ორგანიზაცია კონსტიტუციის 52 მუხლის გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია. რეკლამის შემდეგ. თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო ახსნილების სისტემაში დამკვიდრებული წამების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვას და საკუთარი მოთხოვნით მთავრობას მიმართავს. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გამოძიების ვადებს უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით მსგავსი ფაქტების არაეფექტური გამოძიება თავისთავად დაუჯელობის წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს. არასამთავრობოების პოზიციით მატრიცაში კონსტიტუციის 52 მუხლის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონია. გამოსვლების თამარ დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბეთ თქვენი პრეტენზია, ერთი პრეტენზიის არსი, თუმცა პრეტენზიები ბევრად უფრო მეტია რამდენადაც მოხდები. მოდი თქვენ თვითონ მოგუყევით რა არ გაკმაყოფილებთ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს გამოძიებასთან დაკავშირებით. უბრალოდ ყველაზე მოგესალმები, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და კიდევ უფრო დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ამ თემით. ნამდვილად კონსტიტუციის 52 მუხლმა სხვა 10 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შევეცადეთ ერთობლივი ხმა მიგვეწვინა სამართალმცავი ორგანოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც იძიებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. ანუ მდგომარეობა ისეთია, რომ აუცილებელი არის უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების შეძახება, ასე ვთქვათ, გაიჭედა სიტუაცია და არ მიდის. შეიძლება ასეც ითქვას, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ კონსტიტუციის 52 მუხლი 114 პატიმრის უფლებებს წარმოადგენს, 114 პატიმრის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების წარმოებისათვის მიმართეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს. მას შემდეგ ვითხოვთ
პასუხს თუ რა ქმედითი ღონისძიებები გატარდა. რამდენი ხნის ამბავია? ეს არის ძალიან მალე, მას შემდეგ როცა უკვე გამოქვეყნდა ეს ფაქტები და მას შემდეგ როდესაც გამოიღო ხალხმა დიახ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ როდესაც ხალხს გაუჩნდა სურვილი რომ მათ მიმართონ თავიანთი უფლებების დასაცავად, თავიანთი შელახული უფლებების დასაცავად სამართალდამცავ ორგანოებს. გარდა ამისა, წერილები არ წყდება იგივე საჯარო ხსლების დაწესებულებიდან, ყოველდღე ვიღებთ რამდენიმე წერილს, რომლიდანაც იკითხება, რომ ეს ადამიანები ითხოვენ ჩვენს დახმარებას, სამართლებრივ დახმარებას. დიახ, ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, მათ შორის წამების მსხვერპლი და ასევე საუბარი არის ახლანდელ პერიოდზე თუ ძველ პერიოდზეა საუბარი, იმის გამო რომ რამდენიმესთან ჰქონდა შეხვედრა და ასახელებენ იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ანუ მანამდე სანამ გამოქვეყნდა ეს ვიდეო მასალა. ახალი ფაქტები თუ გვაქვს, მოდი ბარემ აქვე ჩაგიჭრებით, თქვა 1 ოქტომბრის მერე თუ არის ფაქტები იმის წამების არა. მე შემიძლია დავადასტურო, რომ კონსტიტუციის 52 მუხლს ახალი ფაქტები, ანუ მას შემდეგაც გამოღვნა არ აქვს და სხვა ორგანიზაციის სახელით ვერ ვისაუბრებ. დიახ, შესაბამისად, მე ჩვენ ხვდებით ყოველდღიურად და ვფიქრობთ, რომ განვაგრძოთ მუშაობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ დასჭეს დაურჩელი. ანუ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ იქნეს წარმოებული ეფექტიანი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. თამარ, მინდა კითხოთ ერთი ჩაგერთვებით უბრალოდ. მე სამიკითხავს რაღაც წერილები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე პერიოდულად, ხო სოციალურ ქსელებში ხდება ხოლმე წერილები საპატიმრებიდან გამოგზავნილი და რამდენჯერმე მოკარი თვალი, რომ თქვა პატიმრები ამბობენ, რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მათ წამებაში მონაწილეობდნენ რაღაც გარკვეული პერიოდის წინ, კვლავ მუშაობენ სისტემაში. კვლავ რჩებიან თავის ადგილებზე. არის ესეთი ფაქტები ალბათ, ხო? თუ შეხვედრია თქვენ. ჩვენთან საუბრისას ყოფილა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პატიმარს უთქვამს ამგვარი ფაქტების შესახებ, მაგრამ ანუ მათი მხრიდან რომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ესეთი რამ არ ყოფილა. ანუ შეიძლება ისინი ჩივიან იმაზე, რომ გარკვეულწილად უხეშები არიან ისინი სხვა ახალ თანამდებობას ყოფილთან მიმართებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს არასახელებენ მას შემდეგ, რაც ეს ამბები მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რაც ჩვენ გვინდა რომ დავაფიქსიროთ, არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც იქნება ფოკუსირებული, უშუალოდ იმუშაოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ამასთანავე გამოვთქვათ მზადყოფნას, რომ თუ კი შეიქმნება და თუ კი იქნება ნება, რომ მოხდეს ფორმირება საბჭოში, რომელიც იქნება დაკომპლექტებული იურისტებისაგან, ექიმებისაგან, ფსიქოლოგებისაგან, რომლებიც მოახდენენ გამოკითხვას, დაკითხვას შეიძლება დავარქვათ ამას პატიმრების და შემდგომ დაეხმარებიან, შეაგროვებენ მტკიცებულებებს, დაეხმარებიან გამოძიებას, ჩვენ გამოვთქვათ მზადყოფნას, რომ მივიღოთ მონაწილეობა რეაბილიტაციის აუცილებელია, რომ სისტემებით შესაქმნელი ადამიანებისთვის, ვინც ასეთი ტიპის დამცირება გადაიდენენ. დიახ, აუცილებელია, რომ არსებობდეს მარიაბილიტირებელი ღონისძიებები, განსაკუთრებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის. ალბათ პროკურატურას აქვს რაღაც არგუმენტები, რითიც ის ხსნის, მოდი ესე დავარქვათ, გაჭიანურებას ამ პროცესების. ხო. იცით რა არის არგუმენტი? შემიძლია გითხრათ კონსტიტუციის 52 მუხლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ჩვენ პერიოდულად ვთხოვთ მათ, რომ მოგვეწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა, პასუხი არის ის, რომ ქვემდებარეობით საქმე გადაეგზავნა ხან ერთ დაწესებულებაში, ხან მეორე დაწესებულებაში. შემაჯამებელი დოკუმენტები არ ყოფილა. მე მესმის, რომ პროცესუალურად დაზარალებულს და მის დამცველს არ აქვს ძალიან დიდი უფლებები. ანუ ვერ გაეცნობა საგამოძიებო მასალებს, სრულად არ მიუწვდება ხელი საგამოძიებო მასალებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ მხედველობაში ის გარემოება, რომ საზოგადოების ინტერესი მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ძალიან მაღალია და საზოგადოება ელოდება, რომ იქნება ქმედითი ზომები მიღებული დამნაშავე პირების გამოსავლენად, მათ დასასჯელად, იმისთვის რომ მოხდეს პრევენცია და იმისთვის რომ არ განმეორდეს. ხშირად მომისმენია პრეტენზია პროკურატურასთან, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, თქვა წარსულიდან, ესე ვთქვათ, და შესაბამისად მათ ინტერესებში უბრალოდ არ შედის ამ საქმეების გამოძიება. ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამას ეს არის პრობლემის სათავე, რომ უბრალოდ პროკურატურას არ სურს რაღაცების გამოძიება, რაღაც დონეზე. მე გულისხმობ ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომელსაც არასრულიულად სურს, მაგრამ ნუ ის თვითონ ვერ გამოიძიებს ყველას. ჩვენ ვერ შეიძლება რაღაც შეგრებული საბოტაჟი თამქონდეს ამ შემთხვევაში საქმე.
ვერ ვიტყვი რომ ეს ასეა ნამდვილად, მაგრამ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ის რომ ჩვენ ვებრძვით სისტემას, იმ ანკიერ სისტემას, რაც აქამდე არსებობდა და რა შედეგებამდეც მიგვიყვანა. ამდენად ჩვენ არ გვინდა რომ ერთი კონკრეტული 5 ან 10 კონკრეტული ადამიანის ბედზე იყოს დამოკიდებული ან საქმის გამოძიება, ან ის რომ ციხეში ვინმე არ აწარმოონ. ჩვენ გვინდა რომ დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც თუნდაც გამოძიების სწორად წარმართვას და ეფექტიანობას უშლის ხელს. და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც ადამიანის წამება ჰქვია. და სწორედ ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანი არის რომ აღმოფხვრათ მანკიერი სისტემა და შესაბამისად ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მას ევალება. და რაც თქვენ 114 ადამიანი ხოლმე თქვენთან დარწმუნებული ვარ, კიდე სხვა ორგანიზაციებს ყავს თავისი დაცვის ქვეშყოფი პირები, თავის კლიენტები, ესე ვთქვათ, ხო? უბრალოდ შესაძლოა მოცულობიდან გამომდინარე უჭირს პროკურატურას. მე ამ შემთხვევაში დატყვევს პროკურატურას ვიცავ, უბრალოდ სადოთ რა გამოაქვს. რა თქმა უნდა არსებობს ეს საფრთხე, რა თქმა უნდა არსებობს. შეიძლება გარდა ამისა ძალიან ბევრი საჩივარი შედის და ყველა ადამიანი, ვის მიმართაც ოდესღაც გადაწყვეტილება იყო მიღებული ან განაჩენი დამდგარი, დღეს მიმართავს რომ ხელახლა მოხდეს მისი საქმის განხილვა. და ჩვენ ვიცით რომ უამრავი საჩივარი შედის პროკურატურაში, მაგრამ ეს არავითარისუფლებს პასუხისმგებლობისგან პროკურატურას რომ მოას ეფექტიანი გამოძიება. და სწორედ ამიტომ შეიძლება შემუშავდეს გარკვეული სტრატეგია. სწორედ ამიტომ იყო ჩვენგან შეთავაზებული სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც უშუალოდ ამ საკითხს სპეცპროკურორი, ხო, ასეთი თქვა. თუნდაც საზოგადოებრივი პროკურორი. გნებოთ რაც გნებოთ ის დაარქვან. უბრალოდ ჩვენ გვსურს რომ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მანდატით სარგებლობდეს ეს ადამიანი და კონკრეტულ პიროვნებაზე არ არის საუბარი. უბრალოდ თავისი ქმედებები, თავისი საქმისადმი მიდგომით გამოირჩეოდეს იმგვარად, რომ გამოძიება იყოს ეფექტიანი, გამოვლინდეს დამნაშავე პირები და დაისაჯოს სათანადო დამნაშავე პირები. და სისტემა აშენდეს ის სისტემა, რომელიც მოგცემს შედეგს, რომ წამება არ განმეორდება არსად, მათ შორის არც სასჯელოსნობის დაწესებულებაში საქმეები იქნება ეფექტიანად შესწავლილი, გამოძიებული, გამოვლენილი დამნაშავე პირები დასჯილი. ძალიან დიდი მადლობა თამარ გაბისონიათ, ორგანიზაცია კონსტიტუციის 52 მუხლის აღმასრულებელი დირექტორი იყო მანდატის სტომარი, გადაცემა დასრულებულია ზუსტად 8-ზე თეაშველიძის ბიზნესის დრო პირდაპირ ეთერში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად წადოთ.